სიკვდილი დასასრული არ არის. ვინც ქრისტეში ჩაგსაუბრობს, სიკვდილიც კი სიქსარულია. რაგაც მსგავსი. არ ვეფიქრობ, რომ ჩვენთვის ოდესმე იყო ნებადართული მსგავსი სილვა. მაგრამ ეს მოხდა ჩვენს ჩაგსაუბრებაში, ჩვენს დროში. ბერმონაზონი იოსებ ვატოპედელი, წმინდა ბერი, მაკიქსოვრები ატონის კმინდა მთაზე, გარდაიჭვალა სულაქს ლაქსან, 2014 წელს 1 ივლისს. რაც შემდგომ მოხდა, ქრისტიანობის ისტორიაში უნიკალური მოვლენა იყო. როდესაც ძმებმა შეეცედეს მას, დაინახეს ქარმუჯენელი რამ, მისი საქსე ბრაკინავდა და ის იგიმებოდა. შიმინდა კერილში შევნიშნე, როდესაც ქრისტე გარდაშავლილებზე ლაპარაკობს, ეხშირად გულისხმობს სულიერად მოკვდრებს, მათ, ვინც ღმერთი არისნო და მის კანონებში არ იქოსოვრა. ისინი დადიან ამ მიკაზეს შულიტაშ და სულიტაშ, მაგრამ ყველაფერს გამორიქექსავენ, რაც სულს ეკუთვნის. და აი პარადოქსი, ჩვენში ბევრი დავდივართ ამ ქვეყანაზე, როგორც ჩოქექსალი მოკვდრები, ქსოლოსიქსვანი, მიუხედავად იმისა, რომ სიქსეულით მოკვდრები არიან, სიქსარულით ზეიმობენ სამოცეში. ბერმონაზონი იოსები არ ყოფილა მსოფლიოში საქსელგანთქმული კაცი. ის ქექსოვრობდა მშვიდად, შორსთანამედროვე ქექსოვრების ექსმაურისაგან, ატონის უძველეს მონასტრებში, სეიბერზნეთში. ბერმონაზონმა იოსებმა ისკავლა სიჩუმის გოზა, განუკვეთელი ლოქვის გოზა, გრმა სიმდაბლის გოზა. ათქლეულების განმავლობაში ის სეიბერზნით, სიმშვიდითა და სიყვარულით უზღვებოდა ვატოპედის მონასტრის ძმებს. და ეს ყოფილან ადამიანები, რომლებიც მშვიდობიანად იყვნენ არა მაგ სოლოდ სიცოცხლესთან, არამედ სიკვდილთანაც. და როდესაც მათ თვალები დაექსუჩათ, საქსები ბრეკინავდნენ, თითქოს უბრალოდ ისვენებდნენ. მაგრამ მიცარით, სადგინაქს ავტოდეს მე მკვდარი, რომელიც იგიმება, თუ იგიმი, ჩოჩიქსალიქსარ, არა? მაშ, მოდი ვნახოთ, რა მოხდა სინამდვილეში. ორი ბერი აქსლოს იყო ბერმონაზონ იოსებთან მის უკანასკნელს უნთქვამდე. როცა ის მიკვალა, ისინი სკრაპად გაიქჩნენ, რათა მიმართათ ვატოპედის იგუმენთან, ბერმონაზონ ეპრემთან და საქსვა მამებთან. სიჩქარეში მათ ვერც კი შეამჩნიის გარდაშევლილის საქსი, მისი პირი ნაქსევრად გიადარჩა. როდესაც ისინი დაბრუნდნენ, რათა მონასტრული სესის მიქსერვით მოემზადებინათ მისი სხეული, იგუმენმა ეპრემმა ერთი ბრძანება მისცა. არ დაფაროთ მისი საქსი. ბრებმა სკადეს პირის დაქსურვა, მაგრამ ის აღარ იკეთებოდა. მათ სარტკელი ჩამოაბეს ნიკაპის ქვეშ, მაგრამ როგორც კი მოხსნეს, პირი კვლავ გაიხსნა. გერონდა, უთიზრეს მათ იგუმენ ეპრემს, ეს არა კარგულად გამოშნდება, რას ვქნათ? დატოვეთ ასე. ნუ დაფარავთ მის საქსეს, უპასუხა იგუმენმა. მონაზვნებმა შემოსეს იგი ბერობის მანტიაში, ნემსით და ზაფით ფრცილად აკერებდნენ, პროცესი თითქმის 48 კუც გაგრძელდა. ბოლოს, მათ მანტია საქსის ირგვლივ გაქრეს, როგორც იგუმენს ჰქონდა ნათქვამი. და მაშინ მოხდა სასკაული. მონაზვნებმა შეეცედეს და დაინახეს, რომ ბერმონაზონი იგიმებოდა. იფიქრეთ ამაზე, სიკვდილთან ერთად ყველა ორგანო ჩერდება, გული, თვინი, ფილტვები, კუნთები. რამდენიმე კუთხში სეული იჩიმება და იქება სიკვდილის სიქსისტე. ამიტომ აქ ვერ დაქსურეს ბერებმა მისი პირი, კუნთები აღარ ემორჩილებიან. ჩოქსალ ადამიანს შეუძლია გაიგიმოს, რადგან საქსის კუნთები იკუმშეება, მაგრამ მეკვალებული ვერ იგიმება. ეს შეუძლებელია. თუმცა, ბერმონაზონი იოსებს არა მაქსოლოდ ფერი და ექსურა მანტიის შეკრვის შემდეგ, არამედ საქსეზე გამოშენდა ნათელი გიმილი. უფრო საოცარი კი ის არის, რომ ეს გიმილი დადასტურდა, ფოტოგრაფიით დაფიქსირდა, სიკვდილიდან 45 კუთვის შემდეგ. და ერთი დეტალი ვერ დავივიქოთ, იგუმენ ეპრემი დაზიანებით ამბობდა, რომ მისი საქსე ოცილებლად უნდა დარჩენილიყო uncovered, ნუ თუ უფლისაგან ნიშანი მიიღო. რატომ იგიმებოდა? იმიტომ რომ მისთვის სიკვდილი დასასრული არ იყო. მათელი ქექსოვრება ის ამ მომენტისთვის ემზადებოდა, შექსვედრისთვის უფალთან, რომელსაც სიყვარულით ემსაქსურებოდა. ქრისტიანისთვის სიკვდილი არა სიბნელეა, არამედ ნათელი. არა უიმედობა, არამედ იმედი. ბერმონაზონ იოსების გიმილი არის მიმართვა სამყაროს, ნუ შეგეშინდებათ. ვინც ქრისტეში ცესოვრობს, სიკვდილიც კი სიქსარულია.
მისი გიმილი სიკვდილის შემდეგ რაც შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე ამაგელვებელ მოქმობად აქ დგომის ძალისა. გაიქცენეთ ეს, როცა სიცოცხლე მეტავრდება ქრისტეში, სიკვდილი თვითონ იგიმება.